ახალი არჩევნები, ეს არის მთავარი მოთხოვნა ევროპარლამენტის და იმ რეზოლუციების პროექტებში მთავარი და გამაერთიანებელი ერთ-ერთი მათ შორის პუნქტი, რომელიც 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის მომზადებული, სხვა ჯგუფებიც ამზადებენ, რა თქმა უნდა, საკუთარ ვერსიებს, თუმცა ხვალ უკვე ევროპარლამენტი მიიღებს ერთიან დოკუმენტს. რა წერია ახლა ამ დოკუმენტებში და რამდენი მნიშვნელოვანია, რომ აი ამ კრიტიკულ მომენტში ევროპიდან ისმოდეს ეს მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების. დანიუს ჟალიმას, რომელიც გახლავთ Renews წევრი, ჩაგვერთვება ახლა სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში. მივესალმებ იმას და დიდ მადლობას გადავხდი, რომ მონაწილეობს გადაცემაში. მოგესალმებით, ბატონ ჟალიმას, ჩვენ ნახეთ რეზოლუციის რამდენიმე პროექტი და მთავარი მოთხოვნა ჩატარდეს ახალი არჩევნები. რა გავლენა ექნება ამ რეზოლუციას და ამ მოთხოვნას საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე და ქართველი ხალხის მთავარ მოთხოვნაზე, რომ ჩატარდეს ახალი სამართლიანი და ლეგიტიმური თავისუფალი არჩევნები. Thank you. Didi madloba. We can hear you. Go on. Hello. Thank you very much. First of all, the European Parliament in Strasbourg. Strasbourg-იდან On Thursday, ნამდვილად ხუთშაბათს ევროპარლამენტმა კენჭულდა უყაროს რეზოლუციას, რომლის ძირითადი მოცემულობები და დებულებები იყო განხილული გასულ იანვარს. Okay. Go on, Mr. Ბატონ ჟალიმას, ჩვენ გვესმის თქვენი. The resolution submitted by წარდგენილი იყო პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობას და განხილული იყო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და ძირითადი პრინციპები უკვე ჩამოყალიბდა. Okay. And yes, among those the most important principles is the demand ყველაზე დიდი მოთხოვნა არის as soon as possible რაც შეიძლება სწრაფად forthcoming months უახლოეს თვეებში გაგეცეს განცხადება ახალ არჩევნების ჩატარებაზე, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი და იქ ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე. იმისთვის, რომ საქართველოს ადგილი ნახოს საერთაშორისო ურთიერთობებში და იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში და იმისთვის, რომ ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს როგორც წარმომადგენლობითი დემოკრატია. ქართველი ხალხი 70 დღეზე მეტია ქუჩაში დგას და ითხოვს, რომ რეჟიმს ახალი არჩევნები დაუშვას, მაგრამ იმისთვის, რომ ივანიშვილმა უკან დაიხიოს, ყველა ამ ეტაპზე ელოდება სანქციებს, როგორც ზემოქმედების ბერკეტს. ჩვენ ვკითხულობთ იპიპის რეზოლუციაში, რომ ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი, კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დასანქცირდნენ და ასევე არის მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისადმი, რომ მას ჩამოართვან საპატიო ორდენი და ასევე გაყინონ მისი ქონება. Ამდენ შესაძლებელია კონსენსუსის მონახვა ამ თემაზე, რომ დასანქცირდნენ ოცნების ხელისუფლების ის წევრები, ვინაც ევროპული მომავალი მოპარა ქართულ ხალხს. So the European Parliament Evropoli parlamenti made a few important points. ნამდვილად მიუთითებს რეზოლუციაში რამოდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის ერთპარტიული პარლამენტი და ეს არის ქართული ოცნების პარლამენტი და სანქციები უნდა დაეკისროს ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე და ზეწოლაზე სამოქალაქო საზოგადოებაზე
საზოგადოებაზე ზეწოლაში და ეს უნდა იყოს ასევე ივანიშვილი. ევროპულმა საბჭომ სანქციები უნდა დააკისროს ყველას, ვინც ატარებს რეპრესიებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. უნდა იყოს სანქციები და არ აღიარება არჩეული პარლამენტისა. ეს არის ორი ძირითადი გზა ახალი არჩევნების მიღწევისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტს, რომელიც არის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საქართველოს, რომ ხელი შეუწყოს ამ არჩევნების ჩატარებას. დიახ, ბატონ ჟალიმას, მე მინდა გკითხოთ უნგრულ ვეტოზე. რამდენ შესაძლებელია, რომ ორბანმა და ფიცო სამ შემთხვევაში ჯერ არ გამოუხატავს თავისი პოზიცია, მაგრამ ორბანმა უკან დაიხიოს და ევროკავშირის ზეწოლის შედეგად ისიც დათანხმდეს სანქციების იმ პაკეტს, რომელსაც ევროპარლამენტი სთავაზობს ევროკავშირს. There are actually two ways how to overcome არის ორი საშუალება უნგრეთის ვეტოს გადალახვის. პირველი ძალიან ბევრი დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შეიძლება მივახციოთ კომპრომისს. და მეორე ეს ასევე არის ამერიკის ადმინისტრაციის ზეწოლა უნგრეთზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლა უნგრეთის მთავრობაზე. გააჩნია როგორი იმუშავებენ საერთაშორისო აქტორები და უფრო ფართო განხილვა ევროკავშირში შეცვლის სანქციების დაკისრების წესებს და აღარ მოითხოვს კონსენსუსს ამ საკითხზე. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოიძებნება გზები ამ ვეტოს დასაძრებად. იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, აქტუალური საკითხი და მე იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ უნგრეთის დარწმუნებას სანქციების აუცილებლობაში. იმიტომ რომ ვიცით, რომ სანქცია ყველაზე უფრო ეფექტური შესაძლებლობაა. განსაკუთრებით სანქცია უძრავ ქონებაზე და ასე ვთქვათ, ქონებაზე იქნება ეს ბიზინა ივანიშვილი თუ მისი შიდა წრე. და ამით ვაიძულოთ, რომ დანიშნონ ახალი არჩევნები. და თქვენ როგორც უზენაეს სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მოსამართლეს მინდა გკითხოთ მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების იმ პუნქტზე, რომელიც ცალკე არის გამოყოფილი ერთ-ერთი რეზოლუციის პროექტში. ამდენ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ნაბიჯი გადადგას ევროკავშირმაც, იმიტომ რომ მოსამართლეთა სანქცირება ჩვენ ვნახეთ შეერთებული შტატებისგან. I fully agree that judges should be among both sides. მე სრულიად ვეთანხმები, რომ მოსამართლეებიც უნდა იყვნენ დასანქცირებულები, იმიტომ რომ ისინი არ ასრულებენ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად თავის პროფესიას. და უპირველეს ყოვლისა არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. და ამიტომ ევროპული კავშირის და პარლამენტის რეზოლუციაში მოხსენიებულია როგორც უზენაესი, ასევე საკონსტიტუციო სასამართლო. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდაუვალია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო
voted in favor of the regime. მოსამართლეებმა, რომლებმაც ესე იგი ხმამისცეს ამ რეჟიმის მხარდასაჭერად, უნდა რომლებიც ასევე არიან პასუხისმგებლები დევნაზე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისა, უნდა იყვნენ დასანქცირებულები და პასუხისმგებლნი დასანქცირებელი ადამიანების სია უნდა შედგეს და უკვე არსებობს და მე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხიც იქნება წამოწეული ხვალ. და ერთი თემა, რომელიც უფრო პროცედურას უკავშირდება, მაგრამ სინამდვილეში არც თქვა პროცედურული, საბოლოო ვერსია. უფრო მკაცრი შეიძლება ვნახოთ, თუ შეიძლება ოცნება მაინც შეეცადოს, რომ იპოვოს მაინც საკუთარი მომხრეები, რომლებიც შეეცდებიან, რომ გააბათილონ ეს მკაცრი ტონი და მოთხოვნები, რომელიც მათ შორის ეხება სანქციებს, ახალ არჩევნებს, იმ დრაკონული კანონების გაუქმებას, რომელიც თავისუფალი აზრის ჩასახშობად ახლა მიიღო ხელისუფლებამ. როგორი შეიძლება იყოს ბოლო დოკუმენტი? Looking at various drafts, როცა უყურებ სხვადასხვა ვარიანტებს, მე მაქვს საფუძველი, რომ ვივარაუდო, რომ საბოლოო რეზოლუცია იქნება disguising something, იქნება დაფუძნებული ფაქტებზე და ჩამოთვლის ყველა დარღვევებს საქართველოში და ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბებს ევროკავშირის და ევროპარლამენტის პოზიციას ამ მოვლენებთან დაკავშირებით. და ჩვენ ასევე ხაზგაუსვამთ საქართველოს ხალხის მხარდაჭერას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ გზით ჩვენ მივაღწევთ სასურველ შედეგს, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიბერალური დემოკრატია არის ძლიერი იმით, რომ ის მხარს უჭერს სიმართლეს და ადამიანის ბრძოლას თავისუფლებისკენ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, საბოლოო ვერსიას და რა ფორმულირებები დარჩება რეზოლუციაში, რომელსაც ხვალ მიიღებს ევროპარლამენტი. მადლობა თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის, მუდმივი ყურადღებისთვის. დანიუს ჟალიმას სულ ცოტა ხნის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა და თბილისის ქუჩებში, დემონსტრაციებშიც მონაწილეობდა და შეხვედრები ჰქონდა საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან. განსაკუთრებული მადლობა მას.